ხმაური დუშეთის ნომერ 28-ვე საარჩევნო საოლქო საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიის წევრი ლაშა ჯანაშვილი ქართული ოცნების კომისიის წევრებს აგიტაციაში ადანაშაულებს, რასაც კომისიის წევრები უარყოფენ. მათი განცხადებით, საოლქო კომისიის თავმჯდომარე თინა ბანცური მათ წინააღმდეგ ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ოქმებს უსაფუძვლოდ ადგენს. აგიტაცია როგორ არის, კაცო? არ არის. ბატონო, ამ შემთხვევაში ლაშა ჯანაშვილის წარმომადგენელმა ბატონმა დიმიტრი დინუაშვილმა მითხრა ესეთი ესწრებოდა აქ არიან ამის მოწმეებიც, ესწრებოდნენ რომ მე ვითომ ვეწეოდი ორგანიზებას ამ ღონისძიებაზე. ეს არის მტკნარი ტყუილი და სიცრუე, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეთითქმული, რომ იტყვიან ამათ იმის ეშინია რომ უბანზე როცა ვარო მე იქ იმიტომ რომ უნდა ჩავატარო დემოკრატიული არჩევნები. ჩვენი კომისიის წევრები სათითაო დაიბარეს საოლქოში, საუბნო კომისიის წევრებზეა საუბარი, დაიბარეს ზოგი 7 საათზე, ზოგი 8 საათზე. ამ საათებსაც ხაზს უსვამ, იმიტომ რომ ჩვენ გასაჩივრების დრო შეგვეზულდოს თავისთავად ცხადია და სწრაფად მოქმედების საშუალება არ მოგვეცეს. აღნიშნეს, რომ საოლქოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში დაასწროს თუ არ დაასწროს და მე არ დამასწრო. ეს ზეპირი მოსმენის ოქმებს რის საფუძველზეც გამოსცემს შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა ოქმებს, რომლებიც აუცილებლად გადაიგზავნების შემდგომ სასამართლოში და ეს ადამიანები დაჯერებდებიან საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის 79 მუხლის შესაბამისად 2000 ლარიანი ჯარიმით. მოთხოვნა არის უსაფუძვლო